ეს არის ტექნოლოგია. პოლივილიზატორით ატმის შეღებვის პროცესი ვაშლის გამყიდველმა თავად გადაიღო და სოციალურ ქსელშიც თავადვე გაავრცელა. მას შემდეგ კი რაც ამ ფაქტით სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა, სოფელ ჩუმლაყის მკვიდრმა თავის მართლებას სცადა და თქვა, რომ ატმის შეღებვა ცუდი ხუმრობა იყო. რატომღაც ცუდად დაგვარტყა თავში და ცუდი ხუმრობა წამოვიდა რა და დავასხეთ პოლიმიზატორი ესეთი რაღაც გავაკეთეთ. მე ეს კი გადავდგით არსად არ წასულა რეალიზაციაზე. სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებაზე მოკვლევა უკვე დაწყებულია. ნიმუშები კი ლაბორატორიაში გადაიგზავნა. მას შემდეგ რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადა ადგილზე, მოახდინა ნიმუშის აღება, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ. რაზიანის მომტანი შეიძლება იყოს შეღებილი ხილი ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ამაზე ტოქსიკოლოგები საუბრობენ და ამბობენ, რომ მსგავსი პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღებას შესაძლოა სავალალო შედეგი მოხვდეს. ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება შექმნას. ჯერ ეს ერთი, რომ თვითონ ნაყოფი არის უმძიფარი. და აქედან გამომდინარე, თვითონ საღებავები იმის და მიხედვით თუ რა წარმოშობის არის, იძლევა სხვადასხვა დაზიანებას. ეს არის დაუშვათ სისხლის შეცვლილებები, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროც სწავლობს. გამოძიება ახლა ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდება.